მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრა და თქვენს წინაშე წარდგომა და დღეს წერთ რიგით მესამე ვიდეოს და ვაგრძელებთ ბავშვთა ფსიქოლოგიაზე და ზოგადად ბავშვთა ციფრული ფსიქოლოგიის მიმართულებით ბავშვთა განვითარების გამოწვევებს, როგორც ზრდასრულ ასაკში, ისე ადრეულ ბავშვობაში და დღეს ვისაუბრებთ ენერგია 4-იანზე. ვინ არიან ჯერ პირველ რიგში ვთქვათ 4-იანები. 4-იანები არიან ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი თვის 4 რიცხვში, 13 რიცხვში და 22 რიცხვში და ასევე ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ნებისმიერი წლის აპრილის თვეში. და ძალიან დიდი გამოწვევა პრინციპში ხა ამ ენერგიაზე საუბარი, იმიტომ რომ თავად ამ ენერგიის წარმომადგენლები, ვინც მომისმენენ, არიან იმდენად არტისტულები, იმდენად საოცარი ქარიზმა აქვთ, იმდენად ზუსტად ერკვევიან ადამიანების მოხიბვლის ხელოვნებაში, რომ ეს არის მათი თანდაყოლილი ნიჭი. გარდა იმისა, რომ აქვთ ეს რაღაცნაირი საოცარი უნარი, რომ თავბრუ დაახვიონ გარშემო მყოფებს, აქვთ არაჩვეულებრივი და სრულიად გამორჩეული ხმის ტემბრი. და ეს ხმის ტემბრი მათ აძლევთ საშუალებას, რომ გამოიყენონ ეს საკუთარი ნიჭი და უნარი სხვადასხვა შესაძლო სიტუაციებში, რაც მათ მისცემთ იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ მიიღოს, დაიმახსოვროს, აღიაროს, მის იუმორზე გაეცინოს ვიღაცას, ხო? იმიტომ რომ იუმორი აქვთ ბრწყინვალე ბავშვობიდან ზრდასრულობაში ეს ყალიბდება როგორც ძალიან კარგი იუმორის გრძნობა, მაგრამ ბავშვობაში ეს იუმორი, ზოგადად იუმორი აქვთ, ხა არავინ არ მიწყინოთ აქ, მაგრამ ზოგადად იუმორი აქვთ ინტელექტუალურ ადამიანებს, ხო? მაისეთი კარგი იუმორი, რასაც ქვია. და 4-იანები არიან ზუსტად ესეთი ინტელექტუალური ადამიანები, რომლებიც ძალიან ღრმა პერსონაჟები არიან ზოგადად მთელს ამ ციფრულ ფსიქოლოგიაში და აი ამ რიცხვთა თანმიმდევრობაში. ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ნიშანია, ძალიან უყვართ განვითარება, ძალიან უყვართ სწავლა, ბავშვობაში არ იქნება 4-იანი ადამიანი ზარმაცი. თუმცა არიან როგორები იცით, აი უცებ დაიჭერენ რაღაცას, აი მოისმენენ რაღაცას და აი ამ მოსმენილს სწავლენ და მოყვებიან სკოლაში. აი შეიძლება არ დასხდნენ და არ იმეცადინონ, იმიტომ რომ გითხრან, რომ იცით რა, მე ეს გაკვეთილი უკვე ვიცი. მე ეს უკვე მოვისმინე, დავიღალი ამდენი ერთი და იგივესი, იმიტომ რომ ასწავლეს, ერთხელ გავიგე, ხო? აი ესეთი პაექრობა მშობელსა და 4-იან ბავშვს შორის იქნება ეს გოგო თუ ბიჭი, მუდმივი და ჩვეულებრივი ამბავია. არ არიან კიდე ერთხელ ხაზს უსვამ ზარმაცები, მაგრამ არიან ძალიან სწრაფად უყვართ რაღაცეების ათვისება, ეს 1-2-3 სიტყვას ამოკრიფავენ და აი მე იქიდან შეადგენენ ჩვეულებრივ თეორიას, მაგალითად, რომელიც შეიძლება 9-იანული ენერგიის ბავშვმა 3 წელი იკითხოს და მაინც ვერ მოაბას თავი, ვერ წაიკითხოს თავიდან ბოლომდე და ვერ გამოთქვას მერე, ხო? 4-იანებს აქვთ ბავშვობაში წეღა როგორც გითხარით განსაკუთრებული აი ეს რაღაცნაირი ქარიზმა, თანდაყოლილი ქარიზმა და ამას ხვდებიან, რომ შეუძლიათ სხვებზე გავლენის მოხდენა. ძალიან კარგად იციან საკუთარი უნარების შეფასება. ამიტომ პირველი ვიზეთ ცდილობენ გავლენის მოხდენას, ეს არის მათი მშობლები და უახლოესი გარემოცვა. ამიტომ მშობლებო, გაფრთხილებთ მამებსაც და დედებსაც, თუ ყავთ 4-იანი შვილი, არ მისცეთ მას უფლება, რომ თქვენით იმანიპულიროს. თორემ თუ ამას ერთხელ დაუშვებთ ზრდასრულ ასაკში, ის აუცილებლად ეცდება, რომ გაიმეოროს ის კიდევ მრავალჯერ საკუთარი, ასე რომ ვთქვათ, ინტერესების სასარგებლოდ, ხო? მამებს მინდა რომ განსაკუთრებით ვთხოვო, რომლებსაც ყავთ 4-იანი ბიჭები შვილებად, ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეთ თქვენს ავტორიტეტს აი ამ ბავშვის წინაშე. ანუ როგორ პოზიციონირდებით, როგორი მამა ხართ, როგორი მამაკაცი ხართ, როგორ იქცევით, როგორ ურთიერთობთ საპირისპირო სქესთან, როგორ ზრუნავთ მაგალითად თქვენი ოჯახის წევრებზე, როგორ გამოხატავთ თქვენს წყენას, აგრესიას და
და ასე შემდეგ. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბიჭი ოთხიანებისთვის, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში, აი სამიანებზე რომ ვისაუბრეთ, რომ გოგოები დედის ხაზით ავლენენ და იცნობენ სამყაროს, აი ბიჭები მამის ხაზით ოთხიანურ ენერგიაში იცნობენ სამყაროს და თუ მამა მათთვის არ არის ავტორიტეტი, ანუ არ არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება რომ იბაძო, ძალიან უჭირთ მერე ოთხიანებს ზოგადად ცხოვრებაში საყრდენის მოძებნა და კიდევ უფრო მეტად უჭირთ მამისთვის, პატიებას ვერ დავარქმევ ამას, მაგრამ მამის ავტორიტეტი მათთვის უფასურდება ბავშვობიდანვე და რა თქმა უნდა ზრდასრულ ასაკშიდაც ძალიან რთულია მერე ამ ავტორიტეტის მოპოვება და დაბრუნება. აი რაც შეეხება გოგო ოთხიანების მშობლებო, მინდა რომ გაგაფრთხილოთ, რომ ეს გოგონები არიან ძალიან დინჯები, მამაკაცური ენერგიის მქონე ადამიანები, შეიძლება საკმაოდ გვიან ასაკში შექმნან ოჯახი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ იხიბლებიან რა ესე მარტივად, ასე რომ ვთქვათ, საპირისპირო სქესით, იმიტომ რომ მათი ინტელექტუალური უნარი, მათი ეს წინ ნასწარი განჭვრეტის შესაძლებლობები, ხო, საპირისპირო სქესთან მიმართებაში ცოტა უფრო წინ წამოწეულია და ხვდებიან, რომ მათზე სუსტია პოტენციური პარტნიორი. ამიტომ რთულად შედიან ამ პარტნიორულ ურთიერთობებში ოთხიანი გოგონები. თუმცა ეს რა თქმა უნდა არის ამ ენერგიის მინუსი და ეცადეთ გოგონების მშობლებო, რომ თქვენს გოგონებს საკუთარ თავში განუვითაროთ ეს ქალური ენერგიები, როდესაც ისინი ეცდებიან, რომ სივრცეში სადაც იმყოფებიან, კი არ შეიტანონ ერთგვარი რაღაცნაირი სიმძიმე, მოთხოვნა, ეს რაღაცა დემონსტრაციული ქცევა, არამედ იყვნენ უფრო მობიერები, დამთმობები, ჰარმონიულები, აი უფრო მსუბუქი ენერგია, რომ განუვითაროთ. სხვადასხვა მექანიზმი არსებობს ამ ენერგიის განვითარების და ეხლა ამ ერთ პაწაწუნა ვიდეოში ყველაფერზე ვერ მოვყვებით და ვერ გესაუბრებით, მაგრამ ზოგადად ოთხიანებს უყვართ სხვათა შორის განსაკუთრებით მე-13 ენერგიის ადამიანებს და 22 ენერგიის ადამიანებს, არც მე-4 ენერგია არ გამოირჩევა ამის დეფიციტით. უყვართ დინების წინააღმდეგ სიარული, აი უყვართ ეს, რომ რაღაცა საკუთარი სიმართლე აქვთ და აი ამ საკუთარი სიმართლის დამტკიცება, დემონსტრირების არ ეშინიათ, ესეც უნდა აღინიშნოს, მაგრამ ყოველთვის საჭირო არ არის, რომ რაღაცეებზე იომოთ იბრძოლოთ. ამიტომ ბავშვებს ასწავლეთ მიმღებლობა, ასწავლეთ რაღაცნაირი დათმობა, ასწავლეთ სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემა და ასწავლეთ, რომ იყვნენ ნაკლებად კონფლიქტურები. შეიძლება ოთხიანი ესე პირდაპირ ღია კონფლიქტში არ შევიდეს, თუმცა არც ამას არ ერიდება თუ გადაწყვიტა, რომ ეს საკონფლიქტო სიტუაციაა და აი უნდა ვიჩხუბოვსო რა, აი ბიჭები ბავშვობაში, ხო, აი განსაკუთრებით როცა ეს გარდატეხის ასაკი ეწყება, შეიძლება იყოს ეს რაღაც ბიჭური საქმის გარჩევები და ასე შემდეგ მოთხოვნილებები, იმიტომ რომ ხმის ტემპი ხო გითხარით, ოთხიანს საუბარში ვერ მოუგებ. სიტყვაში ოთხიანს ვერ მოუგებ, ზუსტად იცის რა დროს რა უნდა თქვას, როგორ უნდა თქვას და არც გამბედაობა არ აკლია, რომ თქვათ სიმართლე ამ თავისი შეხედულების სათქმელად. თუმცა ახლა მეორე საკითხია კიდე ეს შეხედულება სწორია თუ არ არის, ხო? სწორი და ჭეშმარიტია თუ არ არის ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ოთხიანებს აქვთ მინუს ენერგიაში, როდესაც მიდის ეს ენერგია, ხო, აქვთ რაღაცა საკუთარი პრიზმით დანახული სიმართლის განცდა მარტო და ალტერნატიული აზრის მიმღებლობასთან ცოტა მთლად კარგად ვერ არიან და მეგობრულად. ამიტომ ესეც ამ ენერგიის მინუსია და ბავშვობაში ეცადეთ, რომ განუვითაროთ თქვენს შვილებს სხვანაირი ადამიანების მიმღებლობა. ასწავლოთ, რომ ვიღაცები ცოტა ჭკვიანები არიან, ვიღაცები ნაკლებად ჭკვიანები, ვიღაცები ნაკლებად ნიჭიერები არიან, ვიღაცები უფრო მეტად ნიჭიერები, ვიღაცებს სხვა რაღაცაში აქვთ ნიჭი, ვიღაცებს სხვა რაღაცაში და ასე შემდეგ. თითქოს იღებენ ოთხიანები ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში თვლიან, რომ ყველაზე კარგები და ჭკვიანები თვითონ არიან და ეს ამ ენერგიის მინუსია. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად რეზონირდა ოთხიანური ენერგიის გარჩევა და ველოდები კიდევ ასევე თქვენს კომენტარებს, ვიზე გავაკეთო შემდეგი პოდკასტი. დროებით.